იღვიძებს ბოროტი დეტექტივი და ეძებს დროში მოგზაურს. იღვიძებს შამანი მაფია და ეძებს ციხის მცველს. იღვიძებს ანალიტიკოსი და ეძებს შეშლილ მეცნიერს. რაღაც არ ჟღერს ჩვეულებრივად, თუ შენც ფიქრობ, რომ კარგად იცნობ თამაშ მაფიას და მაფიოზების, დეტექტივის და ექიმების როლი არასაკმარისია, მაშინ მოემზადე. დღეს გაგაცნობ როლებს, რომლებიც სრულად შესვლის თამაშის დინამიკას. ეს არ არის კლასიკური მაფია, ეს მაფიის ახალი დონეა. სანამ დავიწყებ სუპერ საინტერესო ვიდეოს, მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო არხის ყველა გამომწერს. თქვენ საოცარი ხალხი ხართ. რომ არ გავიწყდებათ არც ერთ ვიდეოზე ლაიქი და კომენტარი. ახლა კი დავიწყოთ. მთელი ქართული YouTube ელოდება საფინალო მაფიას სიცილიაზე. ეს არის ალბათ ქართულ YouTube სივრცეში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტი. მართალია პერიოდულად ზოგიერთი ეპიზოდი მოსაწყენი ხდება, მაგრამ მართლაც კომპლიმენტები G2G-ს და მის გუნდს იმისთვის, რომ მუდმივად ახერხებენ ახალი მოთამაშეები ოსტატურად ყოველგვარი უხეში გადასვლების გარეშე დაამატონ მაფიის ელიტარულ კლუბს. სხვათა შორის დღემდე რატომ არ არის შექმნილი მაფიის ელიტარული კლუბი ოფიციალურად საქართველოში, ეგეც მიგვერს, რადგან ასეთი კლუბები უკვე არსებობს სხვა ქვეყნებში. მოკლედ მადლობა G2G-ს სიახლეებისთვის და ახლაც ამ სეზონშიც G2 მაფიის სეზონი კიდევ ერთი დიდი სიახლე დაიწყო, როცა თამაში იაპონური მაფია დაამატა. ამ ექსპერიმენტმა გაამართლა და მაფია ძალიან საინტერესო სათამაშო გახდა ალბათ, რადგან საყურებლად უფრო საინტერესოა აშკარად. ზოგადად ისევე როგორც ძალიან პოპულარული თამაში ტეტრისი, მაფიაც საბჭოთა კავშირში შეიქმნა, გულისხმობ თამაშ მაფიას. მის ავტორად ითვლება დიმიტრი დავიდოვი, რომელმაც მაფიის პირველი თამაში 1987 წლის გაზაფხულზე მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე მოაწყო. საიდანაც თამაშმა საკლასო ოთახებში, საერთო საცხოვრებლებში, აუდიტორიებში, საზაფხულო ბანაკებში, სკოლებში გადაინაცვლა. დავიდოვი ამბობს, რომ მან მაფია ფსიქოლოგიის ფაკულტეტის სასწავლო ოთახებში კვლევისთვის შეიტანა. ის ამ თამაშზე დაფუძნებულ მეთოდოლოგიას 1920-იანი წლების პიონერ ფსიქოლოგ ლევ ვიგოცკისა და ტიურინგის ტესტს მიაწერს. თამაში პოპულარული გახდა საბჭოთა კავშირის სხვა ინსტიტუტებში, სკოლებში და ზოგადად საზოგადოებაში. 1997 წელს ენდრიუ პლოტკინმა ასევე ცნობილი როგორც ზარფი თამაშს მგლების და მაქციის თემა დაამატა. ამის გასაკეთებლად მისი მოტივი იყო, რომ მაფიას ნაკლები კულტურული რეზონანსი ჰქონდა, ხოლო მაქციის კონცეფცია შეესაბამებოდა ფარული მტრის იდეას, რომელიც დღისით როგორც ნორმალური მოქალაქე ისე გამოიყურება. ანუ მაფია დღისით და ღამითაც მაფია, ხოლო მაქცია დღისით ნორმალური ადამიანია, ხოლო ღამით გელი ხდება. ამის შემდეგ კი იწყება მაფიის სხვადასხვა ფსიქოლოგიურ სკოლებში შეტანა. მას იყენებდნენ ცნობილი უნივერსიტეტები და ზოგადად მერე შეიქმნა ამ თამაშის უამრავი ვერსია. მეც დიდი ხანია ვთამაშობ მაფიის ერთ-ერთ სახეს Wolfsville-ს. ამ თამაშს ადრე მაქცია, ანუ Werewolf-ი ერქვა და შეიძლება თქვენც გაგიგიათ ამ თამაშზე და გითამაშიათ კიდეც. თუმცა როგორც მე ვიცი, ეს თამაში საქართველოში პოპულარული ნამდვილად არ არის. ხო და ვიფიქრე, აი ამ თამაშიდან შესაძლებელია თუ არა რამდენიმე როლის მაფიის მაგიდაზე გადატანა. ამ ვიდეოში სწორედ ჩემს ფავორიტ როლებს გაგაცნობთ და ერთად გადავწყვიტოთ, შესაძლებელია თუ არა რომელიმე როლის მაფიის თამაში კომბინირება. ანუ იმ თამაშს ქვია მაქცია, ამას ქვია მაფია, თუმცა ზოგადად მაქციაში წესები თითქმის იგივეა, რაც მაფიაში. იქაც არის სამი გუნდი, მოქალაქეებს ამ თამაში ქვიათ სოფლის მოსახლეობა, ანუ სოფლელები. მაფიის გუნდს მაქცია, ანუ მგლები. თამაში არიან ასევე ინდივიდუალური სოლო მოთამაშეები. განსხვავებით სტანდარტული მაფიისგან, მაქცია გაცილებით საინტერესოა როგორც მოთამაშის, ასევე მაყურებლის როლიდან, რადგან თამაშ მაქციაში ძალიან ბევრი დეტალია და დამკვირვებლის როლით არავინ იწყებს თამაშს. ონლაინ თამაშის დროს ძალიან ბევრი შესაძლებლობა არსებობს, ანუ რიგითი მოქალაქე იმ თამაში თითქმის არავინ არ არის. ყველას რაღაც როლი აქვს, ყველა რაღაც ინფორმაციას ფლობს, რაღაც ინფორმაციის მოტანა შეუძლია და ყველას რაღაც უნარი აქვს. თითოეულ მოთამაშეს აქვს სპეციალური შესაძლებლობები. ცხადია, მაგიდასთან თამაშის დროს ამის გაკეთება შეუძლებელია, მაგალითად, არის როლი ციხის უფროსი, ანუ ციხის ზედამხედველი, რომელიც ყოველდღე ირჩევს ერთ მოთამაშეს და მხოლოდ მასთან საუბრობს პირადად. თუ ეჭვი შეიტანა მის პატიოსნებაში, შეუძლია საკანშივე დახვრიტოს.
თუმცა დამეთანხმებით რომ რადგან პრივატული საუბრები მაგიდაზე შეუძლებელია, ამ როლის გადმოტანა მაფიის მაგიდაზე წარმოუდგენელი ჩანს. თუმცა არის როლები, რომელიც ძალიან ოსტატურად შეიძლება დაემატოს მაფიას და ჩვენ ამ ვიდეოში სწორედ ასეთ დამატებით როლებზე ვსაუბრობთ. სანამ ვიდეოს გავაგრძელებთ, არ დაგავიწყდეს არხის გამოწერა და ვიდეოს დალაიქება. მაშასე, ვილიჯერები ანუ სოფლის მცხოვრებლები მრავალი კატეგორიის წარმოდგენილები არიან. ისინი ყოფიან მათი თვისებების და უნარების მიხედვით. ასე მაგალითად, კარგი როლის მქონე მოქალაქეები არიან ექიმი, პირადი მცველი, წითელი ქალბატონი, სულიერი ლიდერი, როლის შემოწმებელი, აურის შემოწმებელი, დეტექტივი, ქალაქის მერი და ასე შემდეგ. იქ არის ასევე პრეზიდენტის როლიც, რომელიც ურთულესი როლია, რადგან მას თუ მოკლავენ, მოქალაქეები თამაშს აგებენ. ამიტომ მთელი ქალაქი, მცველები, ექიმები და სხვა როლები პრეზიდენტის დაცვაზე არიან ორიენტირებული. მისი მოკვლა მხოლოდ მაქციებს ანუ მაფიოზებს შეუძლიათ. სხვა დამატებითი სოლო როლები მას ვერ შეეხებიან. კარგი, მოდი შევეშოთ ფანტაზიებს და ჩვენი ქართული ძალიან პოპულარული პროექტისთვის შევარჩიოთ როლები. პირველ რიგში გავაძლიეროთ მოქალაქეები. ყველაზე რეალური როლი, რომელიც გააძლიერებს მოქალაქეებს და შეგვიძლია ავიღოთ ჩემი ფავორიტი თამაშიდან, ულუზვილიდან არის პირადი მცველი, ანუ მცველი. მას შეუძლია ყოველდღე დაიცვას ერთი მოთამაშე მისი სურვილის მიხედვით. ან არც არავინ დაიცვას, რადგან თუ მის დაცულ ობიექტს შეუტევს მაქციების გუნდი, ანუ მაფია, მსხვერპლის ნაცვლად მცველი იღებს დარტყმას. პირველ შეტევას იგერიებს, თუმცა ყოველი მომდევნო შეტევა მის დასაცავ მოთამაშეზე მცველის თამაშიდან გაგდების თვალფასია. მცველს დასაცავი ობიექტის ცვლილება ყოველდღე შეუძლია. ანუ მას შეუძლია გადაარჩინოს თქვათ დეტექტივი და მისცეს მას კიდევ ერთი ღამე, რათა გადაამოწმოს მოთამაშეები. აქ არის კიდევ ერთი ფაქტორი, თუ მსხვერპლი პარალელურად ან თავად მცველი დაიცვა ექიმმა, მაშინ პირადი მცველი გადარჩება. ანუ ჩემი აზრით ეს საბაზისო როლი, მცველი, პირადი მცველი ძალიან მარტივი სათამაშოა და გააძლიერებს მოქალაქეების გუნდს. ახლა გადავიდეთ დეტექტივზე. იცით რომ ამ თამაშის დეტექტივი მაფიის დეტექტივზე სუსტია, განსხვავებით მაფიისგან, სადაც დეტექტივს მოთამაშის პირდაპირ გადამოწმება შეუძლია, ანუ შეუძლია პირდაპირ მოითხოვოს ინფორმაცია მოთამაშის როლზე, მაქციაში დეტექტივი ღამე ასახელებს ორ მოთამაშეს და წამყვანი ანიშნებს ეს ორი მოთამაშე ერთ გუნდშია თუ არა. ხომ საინტერესოა, ანუ რეალურად ორ მოთამაშეზე გაქვს წარმოდგენა, თუმცა 100%-ით ინფორმაცია არც ერთზე. აქციაში არის კიდევ ერთი დამატებითი როლი, შერიფი, თუმცა იმას დამატებითი ჩახლართული ფუნქცია აქვს და ის ამ ვიდეოში არ გვინდა. აი, აქციაში პირდაპირ ვინც სხვა მოთამაშეების როლებს ნახულობს, მას მხილველი, ანუ შემოწმებელი ეწოდება. ამის გარდა არის კიდევ აურის მხილველიც, რომელიც ავლენს კონკრეტული მოთამაშე კარგ გუნდშია, ცუდ გუნდშია, თუ მისი აურა უცნობია. მხილველებიდან, ანუ გამომძიებლებიდან ჩვენ მაფიის მაგიდაზე ვერც ერთ როლს ვერ დავამატებთ, რადგან ეს ძალიან გააძლიერებს მოქალაქეების გუნდს და მაფია რადიკალურად დასუსტდება. გავაგრძელოთ ძიება. მოდი მაფიას კიდევ ერთი სოლო მოთამაშე დავამატოთ. მოვიძიოთ ასეთი როლი. ამ ხრივ აქციაში საკმაოდ დიდი არჩევანია. იქ არიან სხვადასხვა სოლო მოთამაშეები, მათ შორის მკვლელი სოლო მოთამაშეები, მაგალითად ბანდიტი, ზომბი, სექტის ლიდერი, ბომბების მსროლელი და ასე შემდეგ. თუმცა მათი დამატება არებს და გაართულებს მაგიდას, ამიტომ მოდი მოვიძიოთ 7 სოლო როლები. ასეთებად შეგვიძლია განვიხილოთ მასხარა და თავებზე მონადირე. ორივე თითქმის ერთი და იგივე როლია. და მე ვიტყოდი რომ ძალიან საინტერესო იქნება სატესტოდ მასხარას დამატება. მახარას არა, მასხარას დამატება. მასხარას ფუნქცია არის ის, რომ რამენაირად ქალაქს მისი თავი დღისით ხმის მიცემით გააგდებინოს. ასეთ შემთხვევაში თამაში სრულდება და იმარჯვებს მასხარა. ამ როლში ძალიან ლოგიკური იქნება თუ ითამაშებს მახარა, ანუ საეჭვო კაცი. ჰედანტერიც, ანუ თავებზე მონადირეც თითქმის იგივე როლია, თუმცა მას აქვს კონკრეტულად სხვა მოთამაშე არჩეული წამყვანის მიერ და თუ ჰედჰანტერს მოგება უნდა, ქალაქს მისი მსხვერპლი ხმის მიცემით დღისით უნდა გააგდებინოს. კიდევ არის სოლო როლები, თუმცა განსაკუთრებით ნაფიქრი არც ერთზე არ არის და მგონია რომ იაპონური მაფია ნამდვილად ძალიან მაგარი იდეა იყო. მე არ მახსოვს სადმე სხვა თამაშში ეს ორი როლი და ნამდვილად კომპლიმენტები ჯითოს და მის გუნდს ამ პერსონაჟების მოფიქრებისთვის. კი არის მსგავსი როლი იმ აქციაშიც, რომელსაც ბანდიტი და თანამზრახველი ქვია, მაგრამ ეს როლები ძალიან ჩახლართულია და იმ როლებს
ნამდვილად და ცალსახად ჯობია იაპონური მაფია. კარგი, რადგან მოქალაქეები გავაძლიერეთ პირადი მცველით, ავამატეთ სოლო მოთამაშეც, მოდი მაფიის გუნდიც გავაძლიეროთ. რადგან 3 მაფიოზია და 2-ს როლი აქვს, მესამესაც მივცეთ როლი და გადავხედოთ რა როლები აქვს მაქციას მთავარი ბოროტი გუნდისთვის. განსხვავებით მაფიისგან, მაქციაში ბოროტებს უზარმაზარი უპირატესობა აქვთ. მათთვის შექმნილია ბევრი განსხვავებული როლი. არსებობს ჩვეულებრივი მაქცია, უმცროსი მაქცია, მგელ ინფლუენსერი, ანუ ინფლუენსერი მგელი, კოშმარული მგელი, ქარიშხლის მგელი, ჭაობის მგელი, შამანი მგელი, ციგნობარი მგელი, პაციფისტი მგელი, კეთილშობილი მგელი, ალფა მაქცია, ჯიუტი მაქცია, მგელ გამომძახებელი, მოჩვენება მგელი, მგელ მხილველი, ანუ შემოწმებელი და ასე შემდეგ. აქედან რომელი როლის გადატანა შეიძლება მაფიაში? იქ არის ერთი ძალიან საყვარელი როლი ჭყალებში, რა თქმა უნდა, ეს არის უმცროსი მაქცია, რომელსაც შურის ძების შესაძლებლობა აქვს. თუ მას ქალაქი გააგდებს, შეუძლია აირჩიოს წინასწარ ერთი მოთამაშე და მასთან ერთად დატოვებს ქალაქს. ანუ თუ ჯუნიორ მაფიოსს გააგდებენ თამაშიდან, ის როცა დასკვნით სიტყვა-სიტყვის, შეიძლება რომ არ გაამხილოს რომ უმცროსი მაფიოზია, ან გაამხილოს და გაიყოლოს სხვა ერთი მოთამაშეც. რადგან ეს ფუნქცია ძალიან გააძლიერებს მაფიას, მოდი კიდევ ერთი როლი ავარჩიოთ მოქალაქეებისთვის. მაქციაში სოფელს 72 შესაძლო როლი აქვს. ეს ძალიან ბევრია. სათითაოდ ყველა როლზე ჩვენ ამ ვიდეოში ვერ ვისაუბრეთ, თუმცა მოდი შესაბამისი როლი შევარჩიოთ. აქ მაქვს ორი ვარიანტი. ერთი არის მსროლელი, რომელსაც რევოლვერში 2 ტყვია აქვს და შეუძლია თითო დღის განმავლობაში თითო გამოიყენოს, თუმცა ეს ვარიანტი ძალიან გაართულებს და არებს თამაშს. აი მეორე როლი კი კიდევ უფრო რეალისტური და გამოსადეგია. ეს არის ქალაქის მერი. ის ძალიან მარტივი სათამაშოა, თუმცა ქალაქის მერი ძალიან გამოსადეგი როლია. მას არ აქვს არანაირი უნარები. მას შეუძლია შესაბამის და სასურველ სიტუაციაში გამოავლინოს თავის როლი, ის მიმართავს წამყვანს და წამყვანი ადასტურებს, რომ ის ნამდვილად მერია და შესაბამისად მოქალაქეების გუნდში თამაშობს. ამით მოქალაქეებს 100%-იანი თავისიანი ყავთ. მაშასე, მოქალაქეების 72 განსხვავებული როლის, მაქცია მაფიის 30 განსხვავებული როლის, სოლო მოთამაშეების 20 როლის, შემთხვევითი 7 როლისა და უგუნდო 1 როლიდან ამოვარჩიეთ 3 როლი. ეს არის პირადი მცველი და მერი მოქალაქეებისთვის და თინეიჯერი მგელი, ანუ ჯუნიორ მაფია მაფიის გუნდისთვის. თუ შეგვიძლია აქ დავამატოთ კიდევ ერთი როლი, რომელზეც ვისაუბრეთ, ეს არის მასხარა, რომლის დამატებაც სოლო როლად შეიძლება. ცხადია, ეს ყველაფერი ნახევრად სერიოზული რჩევა, რადგან ამ როლების გარეშეც მაფია ძალიან წარმატებული და საინტერესო პროექტია. თუმცა მგონია, რომ ამ როლებით ეს თამაში კიდევ უფრო საინტერესო გახდება. დაწერეთ კომენტარებში რას ფიქრობთ ამ როლებზე და გადავიღოთ თუ არა ვიდეო მაქციის თამაშის დანარჩენ როლებზე და მათ ფუნქციებზე. მანამდე კი გამოიწერეთ არხი და ერთად დაველოდოთ მაფიის ფინალს სიცილიიდან. მოგითხრა ჯითუჯის.